საოჯახო შრომა საერთოდ განსხვავებული შრომა არის, მე მგონი ყველა სფეროსგან განსხვავებული. თავისი სირთულით, ძალიან ემოციური შრომაა. შენ გიწევს მარტო ბავშვთან არა, უამრავ სხვა ადამიანთან მუშაობა, ურთიერთობის დამყარება, კარგ მხარეს ვიტყვი უფრო რა არის ბავშვთან ურთიერთობა. მათთან ერთად ვიზრდები მეც დღემდე. მე ვარ ჯილდა გერგედავა, 50 წლის, პროფესიით მუსიკოსი და ჩემი მეორე პროფესია არის ძიძა, ასე ვამბობ და ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის თანადამფუძნებელი. უცხოეთში მუშაობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ხა სირთულე იმით არის, რომ ოჯახს ხარ მოწყვეტილი. თუ არ ჩავთვლით ამ სირთულეს, დანარჩენი საოჯახო შრომის უფლებების დაცვა მე იქ უფრო ვიგრძენი, ვიდრე აქ ჩამოვედი და აქ დავიწყე მუშაობა. მე რო ჩამოვედი და რო შევედი ქართულ ოჯახში, ასე ვთქვათ, ჯერ იყო 1 დღე დასვენება. 24 საათი დავიწყე პირდაპირ მუშაობა, ასე აწყობდა ჩემ ოჯახს და ჩემს ცხოვრებას. კვირას დილით მივდიოდი და შაბათს დილით ვბრუნდებოდი 24 საათიანი რეჟიმის შემდეგ. აი, წარმოიდგინეთ, რამხელა ემოციურ და ფსიქოლოგიურ შრომას მოიცავს, ხო? ფაქტობრივად არც გამოძინებული ვიყავი, არც დასვენება, არც პირადი ცხოვრება მქონდა, არაფერი. ძიძად მუშაობის პერიოდში თვითონ მკვლევარმა მომაგნო მე, ვინც აი ამ საოჯახო შრომის მკვლევას აკეთებდა, ოინა ჩარკვიანი და რამოდენიმე საოჯახო მშრომელებმა მოვიყარეთ თავი. ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი ცუდი და კარგი გამოცდილებით ჩამოვაყალიბეთ ეს ორგანიზაცია და დღემდე მუშაობ ძალიან ბევრს ვაკეთებთ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებაში მეტი ინფორმაცია იყოს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საოჯახო შრომას. აი ეს არის ჩვენი მიზანი. მე ვარ ინა ჩარკვიანი. შემიძლია თავს მკვლევარი ვუწოდო ამ ამპლუაში, საიდანაც გესაუბრებით. პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო შრომითი ხელშეკრულება. რადგან ამ საუბრების და შეხვედრების პირობებში გახდა ძალიან თვალსაჩინო, რომ უამრავი ფუნდამენტური შრომითი უფლება ირღვეოდა იმ ადამიანების, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შრომა იყო არაფორმალური, ჩვენ შრომის კოდექსის პირობებში, იმ შრომის კოდექსის, რომელიც ჩვენ ყველას გვეხება, შეგვიძლია და უნდა მოვითხოვოთ 24 დღიანი შვებულება. და ჩავდეთ ხელშეკრულებაში 24 დღიანი შვებულების პირობა. გავწერეთ ყველა დღე წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენ მშრომელებს გვეკუთვნის დასვენებად, ხო? უნდა არსებობდეს შეთანხმებული თარიღი, როდის უხდის ოჯახი დასაქმებულს ხელფას, ხო? იმიტომ რომ ეს თარიღი თუ დადგენილი არ არის ორმხრივი შეთანხმების პირობებში, ყოველთვის აცდენილია. შეიძლება იყოს რაღაც 1 კვირის განმავლობაში, ან გადავადდეს, იმიტომ რომ ოჯახს არ აქვს საშუალება და ასე შემდეგ. არაფორმალურ გარემოში ამგვარი ცვლილებები ძალიან მარტივია მოხდეს. ამდენად თქვით, რომ ხელშეკრულებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული დღე, როცა ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი ხელფასი, ხო? ასევე ხელშეკრულების ფარგლებში ჩამოვთვალეთ პასუხისმგებლობები, რომელიც ოჯახში დასაქმებულ ქალს, ამ შემთხვევაში ძიძას, მაგრამ ასევე მოგვიანებით შევქმნით საოჯახო შრომელის, რომელიც შეიძლება დამხმარედ მუშაობდეს და არ იყოს ბავშვზე პასუხისმგებელი, არამედ საოჯახო საქმეებს ასრულებდეს, პასუხისმგებლობები. შევუთანხმდი მშობელს და მეუბნება, რომ ერთი გოგონასთან მოგიწევს მუშაობას. სიტყვი არა ვთანხმდებით ჩვენ მშობლებს. გვეუბნებიან, იყო ეს ადრე, ხო გეუბნებით, აი 5 წლის წინ იყო ასე, ჩემი ცუდი გამოცდილება იყო მაშინ. მოდიხარ გოგონასთან და ამ დროს მხდება 3 ბავშვი. მე როგორ შემიძლია ბავშვზე უარი ვთქვა, ხო? არანაირად არ შემიძლია. ვერაფრით ვერ ვიტყვი უარს. მაშინ ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი. ეხლა იმდენად მაქვს შესწავლილი მე ჩემი უფლებები, რომ ბავშვზე კი არ ვიტყვი უარს. უკვე მე შემიძლია ჩემ შრომაზე ვისაუბრო. მე მშობელს დავანახო ის, რომ ეს არის ზედმეტი შრომა. მაშინ უნდა იყოს ეს ანაზღაურებადი, ხო? თორემ მე ბავშვზე არ ვიტყვი უარს. აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს აბალანსებს და ამ ყველაფერს აკეთებს, რა თქმა უნდა, კარგი კონტექსტით ჩვენი ხელშეკრულება, შრომითი ხელშეკრულება. ეს ადამიანები არიან დარჩენილები რაღაც არაფორმალური ურთიერთობების ამარა, რომელსაც აი სწორედ აქ შემოდის ემოციური შრომის საკითხი. რატო დგას ასეთ მწვავედ, აუცილებლად რატო დგას სახლში შრომის ნაწილი, რატო ხდება ემოციური შრომა? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს იცავთ. შეგვიძლია დავარქვათ, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანები მართლა შედიან მეგობრულ ურთიერთობებში და მართლა უყვარდებათ ბავშვები, უბრალოდ სიყვარულის სამუშაოს კი არ ასრულებენ, უბრალოდ ისინი ნამდვილად შეყვარებულები არიან ხოლმე აღსაზრდელებზე.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ემოციური შრომის საკითხის მეორე პერსპექტივა. ანუ ჩვენ თუ არ გვიცავს არაფერი ოჯახში, ჩვენ გვიცავს პერსონალური ურთიერთობები. ჩვენ თუ კარგი ურთიერთობა გვაქვს დამსაქმებელთან და დამსაქმებლის ოჯახის წევრებთან, ნაკლებია შანსი, რომ ჩვენ დავკარგოთ მოულოდნელად სამსახური. აი, ეს არის პირობა, რომელიც განსაკუთრებულად ზრდის ემოციური შრომის როლს, აუცილებლობას და შემოაქვს ამ დღის წესრიგში როგორც შრომის ნაწილი. ჩვენ არ გვინდა რომ შრომა არაფორმალური იყოს. ჩვენ ფორმალიზების მომხრეები ვართ. ჩვენ გვინდა რომ შრომა ფორმალიზდეს. ახლა რატო უნდა ფორმალიზდეს შრომა? შრომის ფორმალიზების პირობებში ჩვენ ძიძებს და საოჯახო მშრომელებს უჩნდებათ ბევრად მეტ სოციალურ სარგებელზე ხელმისაწვდომობა, ვიდრე არაფორმალობის პირობებში. ჩვენ გვაქვს თვეში ერთხელ იურიდიულ საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც უწევს ჩვენი იურისტი კონსულტაციას, რა თქმა უნდა, უფრო პროფესიულად და უფრო კარგად, ვიდრე დაუშვათ მეც ჩვენც ვისწავლეთ ახლა რა თქმა უნდა ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებლება, ჩვენი წესები და კანონები რა და როგორ არის, გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ დარეკონ საოჯახო მშრომელებმა და გაიგონ თუ რამე პრობლემა აქვს. თვეში ერთხელ როცა გვაქვს ჩვენ ეს იურიდიულ საკონსულტაციო შეხვედრა, გარდა ამისა კიდევ ჩვენ ვახერხებთ თეატრში ერთად სიარულს. ძალიან დაუმეგობრდით, რომ ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, იქ არ ვსაუბრობთ ჩვენ მარტო ამ ჩვენს შრომაზე. ფაქტობრივად 2 საათი რომ უნდა გაგრძელდეს ჩვენი შეხვედრა, ხანდახან 4 საათს გასტანს ხოლმე, იმდენად კარგად ვგრძნობთ ერთად თავს.